თვის ბოლოს კი კახი კალაძის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართება სათაურით მილანი კალაძის მეგობრების წინააღმდეგ. მილანის გუნდში ითამაშებენ პაულო მალდინი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, რუი კოშტა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები, რომელთა ვინაობა 17 მაისს გახდება ცნობილი. მისივე ინფორმაციით, კალაძის მეგობრების გუნდი ჯერ დაკომპლექტებული არ არის, თუმცა მასში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი ფეხბურთელები. თამაშზე დასასწრები ბილეთები 22 მაისიდან გაიყიდება. ღონისძიება დაგეგმილია 31 მაისს და ჩატარდება 20 საათზე და 30 წუთზე იქნება შოუს დასაწყისი. თამაში ჩატარდება თვითონ სპორტული თვალსაზრისით იმ ფორმატით, რომ მილანის გუნდი კახას მეგობრების გუნდს დაუპირისპირდება. კახას მეგობრების გუნდი იქნება ინტერნაციონალური, რამოდენიმე ქვეყნიდან იქნებიან მისი მეგობრები წარმოდგენილი. რაც შეეხება მილანის გუნდს, შემდეგ პრესკონფერენციაზე მთლიანი შემადგენლობა იქნება ცნობილი, ამ ეტაპზე მე შემიძლია რამოდენიმე მათგანი დავასახელო. მისი მეგობრები, ვისაც კახასთან ერთად უთამაშია მილანის შემადგენლობაში, მათ შორის არიან პაულო მალდინი, ალესანდრო კოსტა კურტა, კრისტიან ვიერი, ანდრეი შევჩენკო, ფილიპო ინძაგი, სერჟინიო. მსოფლიო მასშტაბის თამაში იქნება და არა მარტო საქართველოს და ევროპის მასშტაბის. და მე თქვენად არ დავსვი, კითხვა გინეს სიგნის ორგანიზატორები ესწრებიან თუ არა, იმიტომ რომ პრეზიდენტობის კომიტეტი და ვიცე-პრემიერი გამოსათხოვარ მას ატარებდეს. ეს პირველი შემთხვევაა არა მარტო მსოფლიოში, მე მგონი სხვა გალაქტიკაში, იქაც დავრეგე და არც სადაც რამე არ ყოფილა.